სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საგაზაფხულო არდადეგებზე ასე ეწოდება განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომელზეც დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და სამინისტროს ხელმძღვანელებმა ერთობლივად იმსჯელეს. 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პროგრამის ფარგლებში მეორე და მეოთხე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტები დასაქმდებიან და ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ პრაქტიკა 70 შემოთავაზებულ უწყებაში შესაბამის ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე გაიარონ. საქართველოს მასშტაბით სულ 25000 სტუდენტი დასაქმდება. თბილისის მერია კი საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში 7000 სტუდენტს დაასაქმებს. მსურველთათვის რეგისტრაცია მარტიდან ელექტრონულ მისამართზე Summer Jobs G-ზე დაიწყება. ეს არის უნიშნელოვანესი პროგრამა, რადგან ერთი მხრივ ეს იქნება სერიოზული ახალისება ყველა სტუდენტისთვის იმისათვის, რომ იმუშაოს, მიიღოს 500 ლარიანი ხელფასი, მოასწროს დასვენება აგვისტოს ბოლოს და მეორე მხრივ ძალიან ბევრი სტუდენტს ეკნება შესაძლებლობა ეთუს ახალი პროფესია, შეისწავლოს ახალი პროფესია და მე მომავალშიც ეს ცოდნა გამოიყენოს თავის ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ბევრ სტუდენტს უჭირს და მისთვის საზაფხულო მუშაობის შესაძლებლობა ძალიან კაი სტიმულია, იმისათვის რომ რაღაც თანხა, ასე ვთქვათ, მოიპოვოს, იმისათვის რომ მე თქვა დაისვენოს, ამიტომაც დიზაინი გაკეთებულია ესე რომ ძირითადი სამუშაო პერიოდი არის ივლისის თვე, რომ შემდეგ აგვისტოში სტუდენტმა დასვენება მოახერხოს და დახარჯოს ის რაც შრომი დაუქლით მოიპოვა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ თბილისის შემთხვევაში დაახლოებით 6-7 000-მდე სტუდენტი იქნება მერიისა და სხვადასხვა ასე ვთქვათ მომიჯნავე ორგანიზაციებში დასაქმებული. დასაქმდებიან სამინისტროს უწყებებში და ასევე ვთქვათ ავტობანზეც და ტექნიკური თავისთავად გარკვეულ მომზადებას გაევლიან ამ ყველაფრის წინ სანამ დასაქმდებიან და მე მინდა გითხრათ რომ უამრავ სტუდენტს ვნახავთ გზებზეც, თქვა სხვა იმ პროექტებზეც, რომელზეც ჩვენი სამინისტრო მუშაობს. სამუშაო ადგილები იქნება გამოყოფილი როგორც რკინიგზაში, ასევე ნავიგაციაში, საქართველოს აეროპორტებში, ტურიზმის მიმართულებით იქნება ბევრი სამუშაო ადგილი, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მათ შორის იქნება სამუშაოები აზომვითი და სხვა ტიპის სამუშაოები რეგიონებში, სამუშაოები სამშენებლო მიმართულებით და ვფიქრობ, რომ მინიმუმ 1000 სამუშაო ადგილს ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩვენ სტუდენტებისთვის.